რომ შეგეძლოთ ნებისმიერ ადამიანთან ერთი დღის გატარება, ვის ისურვებდით თქვენს გვერდით? დედა ჩემის გარდაცვლილ ქმარს ყველა ვარიანტში. რას გააკეთებდით ერთად? რავი, წლები გავიდა იმის მიერ და გავერთობოდი ალბათ იმისგან განსხვავებით, ვიდრე თავის დროზე ვერთობოდის რა. რომ შეგეძლოთ თქვენთვის ასრულო ნებისმიერ ადამიანთან ერთი დღის გატარება, ვისთან ერთად ისურვებდით? ნინი. თქვენ შეყვარებულია საერთოდ. თქვენ ვისთან ერთად ისურვებთ? ასევე გიორგის. ძალიან ლამაზები ხართ. რომ შეგეძლოთ ერთი დღის ნებისმიერ ადამიანთან ერთად გატარება, ვისთან ერთად ისურვებდით? ალბათ ბებია ჩემთან. გარდაცვლილი ალბათ ბებო. ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა და სულ მაინტერესებდა ესე რომ მოყოლით რომ ვიცოდი ყოველთვის მაინტერესებდა პირადში. ნებისმიერ ადამიანთან რომ შეგეძლოთ მთლიანი დღის გატარება, ვის ისურვებდით თქვენს გვერდით? დედასთან, რომელიც აღარაა ცოცხალი. დღის გატარება რომ შეგეძლოთ ნებისმიერ ადამიანთან ვისთან ისურვებდით დროის გატარებას? ბაბუა ჩემთან ერთად. იმიტომ რომ ძალიან მინატრება. გარდაცვლილია ბაბი. მაგასთან, იმიტომ რომ ძალიან მინატრება. ერთი მთლიანი დღის გატარება რომ შეგეძლოთ თქვენთვის ასრულო ნებისმიერ ადამიანთან ვისთან ერთად ისურვებდი ამ დროის გატარებას? არ ვიცი, ეს ვიტნი ჰიუსტონთან ალბათ. და რას გააკეთებდით ვიტნი ჰიუსტონთან? მომღერალი ვარ და მიმღერებდი ალბათ. შვენიერია, მადლობა. რადგანაც მუსიკა მიყვარს, ალბათ ვინმე ოპერის მომღერალთან. მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილთან. რას გააკეთებდით ერთად? ნუ ალბათ ის მასწავლიდა ოპერას და ერთად ვიმღერებდით რაიმე დუეტში. რომ შეგეძლოთ ერთ ნებისმიერ ადამიანთან მთელი დღის გატარება, ვის ისურვებდით თქვენს გვერდით? 67 მეტრის მოხუცი ვარ და ეგ კითხვა ჩემთვის ცოტა არავინ გენატრებათ, არ ყავთ ესეთი ადამიანი, ვინც ძალიან გენატრებას და მშობლები გარდაცვლილი მყავ და გარდაცვლილი მყავ შეძება ჩემი მარტო დარჩი მეგობარი აღარ ამყავ ამ ქვეყანაზე. ამ ხანაკები ძმაკაცებს გულისხმობ, იმიტომ რომ მე თვითონაც მოვხოცდი ამ ქვეყანაზე ერთი დამყავს და ერთი კაი დობილიც ამყავს, ძალიან შეგნებული და კარგი ადამიანი და დავაკონკრეტეთ თქვენი კითხვა თუ ამოვწურეთ თუ ვერ. აი რომელ მეგობართან თუნდაც, აი ერთი ადამიანი რო დამისახელოთ, აი ვისთანაც შეგეძლებათ რომ მთელი დღე გაატაროთ, აი ვის ის? მე ისიც რა გადავაკეთებ ამ კითხვას და რას გეტყვით თქვენ? თუ თქვენს დამთანხმდებით. 86 წელში გარდამეცვალა მამა და რო გავიდა 1-4-5 თვე შვილო ეხლა ღმერთს პრაქტიკულად რო შეეძლოსო რომ ერთ ადამიანს გაგიცოცხლებო ვისურვებდიო და რა თქმა უნდა მამა ჩემს სვეთქი აბა მშობელია და მშობლის გარდაო და მაშინ ომარ ხაიამ სვეთქი პოეტი იყო ირანელი ძალიან მაგდიდი მოაზროვნე და ნუ ეხლა შორს წავიყვანს მაგკაცზე საუბარი რა ხო და აი როგორ გითხრათ ეხლა ჩემს გვერდით მაშინ უნდა ეს თქვა მე არაცოცხლებიდან არამედ და გარდაცვალებიდან რა თქმა უნდა და ახლა დედაზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. რა თქმა უნდა დედა გაჩ. რო შევადრეთ რა, დედა თუ მამა, რა თქმა უნდა დედა მაგას რა კითხვა უნდა. ის იკეთება გენატრებად დედასთან ერთად ყველაზე მეტად, რასაც აი იმ ერთ დღეში მოაწყდა. იმიტომ დედა ჩემში იყო სათნოება. ჩვენ არაფერი არ დაგვიშავები ამ ქვეყანაზე. რომ შეგეძლოთ ერთი თქვენთვის ასრულო ნებისმიერ ადამიანთან ერთი დღის გატარება, ვისთან ერთად ისურვებდით? თუნდაც მონატრებულ ადამიანს გულისხმობ. ნუ ჩემს მეგობრებთან, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. რას გააკეთებდით ერთად? ერთად ყავას დავლევდით, ვისაუბრებდით დღევანდელ პრობლემებზე, რაც ხდება და გადავწყვიდით სიყვარული და სიკეთემ რო გაიმარჯოს ეს გვინდა. რატომ არ გინახავთ ერთმანეთი დიდი ხანი? რა ვიცი, მე ისეთ ადგილას მუშაობ უნარ შეზღუდულ ბავშვებთან, ისინი კიდე სხვაგან მუშაობენ და ჩემი კურსელები იყვნენ და დიდი ხანია არ მინახავს და ამიტომ სულ მონატრების გზნობა მაქვს, სულ მინდა რომ ყოველთვის კარგი მინდა რა სიკეთებთ ესოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს. სიყვარული ყველაფერს ფარავს. რომ შეგეძლოთ ნებისმიერ ადამიანთან ერთი დღის გატარება, ვისთან ერთად ისურვებდით? ჩემ შვილთან. ხო, ჩემ შვილთან. მე და ჩემი შვილი წავიდოდით იტალიაში. ხო, ძალიან მინდა რომ მოგზაუროთ ერთად მე და ჩემმა შვილმა და ყველა ღირსშესანიშნაობა იტალიისა მოვიაროთ. ხელოვნების ყველა ნიმუში ვნახოთ. გონდოლებით გავისეირნოთ და რა ვიცი, აბა ესე გავატარებდი ერთ დღეს ჩემ შვილთან ერთად. ისურვებთ რომ ძალიან მალე აგისრულდეთ ეს სურვილი. ძალიან ბევრი გაკოცეთ ორივეს. რომ შეგეძლოთ თქვენთვის ასრულო ნებისმიერ ადამიანთან ერთი მთლიანი დღის გატარება, ვის ისურვებდით თქვენს გვერდით? ამას. ვინ არის თქვენი? საუკეთესო მეგობარი. ისედაც ხო ატარებთ მასთან ერთად?
კი. მე გულისხმობ ის ადამიანთან, ვისთან ერთადაც თუნდაც არ გაგიტარებიათ და ისურვებდით, რომ გაატაროთ მთელი დღე. რა ვიცი, არ მომყავს ეგეთი მე. საყვარელი მომღერალი, ფეხბურთელი ვინმე? არა. არავისთან. თქვენ რა ქვიათ? მე ალექსანდრე. ანუ ალექსანდრესთან ერთად გაატარებდით. მეც ალექსანდრე ვარ. თქვენ ვისთან ერთად გაატარებდით? კრიხელი რო არ ჩავთვალოთ, მაგ შემთხვევაში იუთუბერი არის სოსო. სოსო around the world. ესე იგი თქვენთან ერთად არ გაატარებთ ამდენ დღე. თქვენ შეგიძლიათ სხვა პასუხი. ჩავთვალოთ თუ ანუ მე? აჰა, კი ბატონო. იქნებ სხვა პასუხი გაქვთ თქვენც. მე გავატარებდი დღეს. არ ვიცი, პრეზიდენტთან რავი. საქართველოს პრეზიდენტთან. რას გააკეთებთ მასთან? არ ვიცი. რაზე ისაუბრებდით? ან რას თხოვდით? ეხლა დავიჯერო პრეზიდენტთან არ გაქვთ რაიმე თხოვნა? საჭმელი უფასო გახადეთ. საჭმელი გახადოს უფასო? საქართველოში მთლიან. კი. აი მაგ. ძალიან კარგი იდეაა. ძალიან კრეატიული ბავშვი.